Dito მივესალმოს კიდევ აქვს სამ ადამიანს. მოდი აბა როგორი აპლოდისმენტებს დაიმსახურებენ ჩვენი ტყუპი მეგრელები მეჩინი მე. ძმაკაცები მეგრელები, ეს ადამიანები არიან კიდევ ერთი გადასული. უკონტაქტობენ ერთმანეთთან მეგრული ამბანის საშუალებით მოვზეს. მოკლედ ყავს ასევე DJ Alex, გთხოვთ ამშვენიერ ადამიანს აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა. ის იცი რითითაც არის ცნობილი. კი, ცურიც კრაჭავს და დუნდუნით გადაყავს მუსიკა. ესეთი უცნაური ნიჭი და ეგ მოკლე მესიჯია ცვირიწყლეჩის დროს გოგოებს რასულ მესიჯებს ალექს. შენ ეს გავახსენოთ რა ხალხს რა ნელ-ნელა რა ცოტ-ცოტათი. ასევე ყავს ფლეში, კლუბის ფლეში მიმტანი. ილია არაჩვეულებრივი ადამიანი, მეგობრებო, რაც გინდა, როცა მოგიდება თქვენს გვერდიდან. გამე 3 საათი ტუალეტში გინდა? ილია იქ არის. შოქი აგითო. არებს გინდა. აპლოდისმენტები ამუშავებია. ასევე ყავს მენეჯერი, რომელიც არავის არაფერს არ პატიობს, ეს არის მაკა, კონკრეტული მაკა და არავით არის მაკატერი. მეგობრებო, ჯობია დაში დავუყოთ თუ არა. ბრაზილიელი მაკა. ბრაზილიელი მაკა. ასევე მისი ქვეშევრდომი ნუცა ადამიანი, რომელიც მაკას განწყობაზე ზრუნავს, ყველაფერს აკეთებს, რომ მაკა იყოს კახასიათზე, რომ მაკა მე ყველას არაგინოს, ეს ლოგიკურია და ასევე დაცვის უფროსი რუსლანი, ადამიანი, რომელიც სიტუაციას ეს ადამიანი არის პირდაპირ ესეთი საოცრება, იმიტომ რომ პაგოდას დაამსრა. თავად შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ პაგოდას, ხო შემოვსწრა. არა პაგოდას, კაბია, მოკლედ. ვიფიქრეთ ბევრი თუ ცოტა, მოკლედ მივედი იმ დასკვნამდე თანამშრომლებზე რა შეგვეძლო გვეხუნდა და ვიფიქრეთ ესეთი ზღაპრის ვარიანტი, აი ზღაპართან შევადარეთ ერთი დღე ნაიმის რა, ზღაპრული ცხოვრება ჩვენ და როგორია ხა ახლა და ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიენტი არსებობს ესეთი ადამიანები, რომლებიც დგებიან და ჩემი ფიუზე რა გადავიხდი ფულს. ხო, ან ეგ ვარიანტია რა ის ნაციონალს რო გადიან, ხო ერთი გადის, მეორე ზონა ცოტა ხანში მე გამოვალ და მესამე რჩება. ფაქტურად მესამე დამძრეული. კაროჩე, ბოლო განცირულია რა, სულ ერთი ყავს, რომელიც ის იწირება და ბიგიდე შათი ჟურნალ რაღაცა ეგეთი პიროვნება არსებობს. ეგეთი ძმაკაცი, ნახვის ძმაკაცი, თქვენი кейფეთ მე ვარ. და მოკლედ, ეს ადამიანი მოყვა პრიკუბში, ესე რო თქვა, და დარჩა რა, ნუ კლუბის იქეთ ვერ მიდის, გადასახდელია რაღაც კონკრეტული თანხა რა მნიშვნელობა და ზღაპარი როგორ იწყება რა. წარმოიდგინეთ სიტუაცია ესეთი სიბნელე, ძალიან ესეთი dark side-ი, რაღაცა ღამურები, რაღაცა. აი შუანდელი რო დაკოვა ის. საშიში ადგილია. შავებში ესე ანაფორებში ჩაცმული. ზმა მოიტანა? ტაბლეტმა გახსნა. მოკლედ გავაგზავნოთ ეს ადამიანი დაიჭირეს, ნუ ვერ მიდის, ვერცად ვეწავა, ფულია გადასახდელი სიტუაცია ესეთი მრაჩნე სიტუაცია და შუაში ჩუა შუაში აშლება, კარგი. შუაში ეს ანაფორაში ჩაცმული ტიპები არიან, ერთი 6 კაცი და შუაში არის ტიპი. დამბული რა, ეს ვინ არ გადაიხადა ფულ და მისივე სისხლით წერია ცხრიანი რა. დამბულია. იწყება, მოკლედ პროცესი იწყება რა. და ეს კაცი და კლიენტის სხვები შეძივა. სხვები შეძივა, ასეთ სიტუაცია მოდის ესეთ მთავარი დოს ბედუს რა ფოლი გამიკეთა ენიგმური რაღაცა. ამასთანაც გასწრდა არ ხოდა ჩაისვან შენ ვიცი. ხოდა მოკლედ დამულია ეს პიროვნება, გამოდის ეს თავარი, ვინც არის ის პერსონაჟი. ხო ის დაცვისევრები შავ კაპიშონებში ირგვლივ განან და ეს მოდის თავარი რა და ესე იხსნის და ეს ქერათმა ჩანს ჯერ რა. ჯან დირექტორი მაკა რა ის ჯადოქრული რაღაცეები შეჭირებს და სალითვალი აქვს გვერის რა.
სამთვალი გონიცა, სამთვალი ჩემი 60. და ისე უყურებ და შენ არ გადაიხადე ფული და ამ დროს პატარა ესეთ გამოქვაბულია და გამოქვაბულიდან გამოდის ნუცა რა. Добрый принёс чек. Добрый чек. Добрый хороший. Მაგარ ესე გასწორებული და დაესწრა. ესე ჩეკს აგრაგნილი ვიხსნის და იწევს რა. შენების გაუბედოს შენი დედის. დაგეძროს вообще ის გადაეყიდოს კოკაკოლოს ჯეკოს და ჩამოთმის რა იმას და ლოცვა მიდის და ეს იტანჯება არა არქნა არა მაკა უკვე პიქშია რა ზენით წარწევს თავისი ჯადოქრობის და ყველა თვალით ასე ალაზერებს და ეს კლიენტი უკვე ცუდად და ზეცა იხსნება პრობლემი გაშალდა და ზეცა იხსნება და ჩამოდის დიდი შამბალა და პინდა მეჩადი საკითხი და მაშინ სტარტდება მონათლა მაგამის ხო იცით რა და მეუბნება მოურავებს აუშვით ცხოველი გამოუშვით კარიბჭიდან და იქ დიდი კარიბჭია და გამოდის რუსლანა რუსლანის აცვია განსხვავებული შესაბამისი ფორმა. კი, ტავებით იქ დაისაჯოს ფოროთ მოგვედი და შეყავს თავის გამოყვავილში და კარები იკეთება და ხო იცი ბუჟასებში როა, როდესაც ხდება პიროვნება იქ სისხლი გამოდის და რუსლანასთან მოყოლის შემდეგ ამ კაბინეტში რომ მოყოლა და ფულები დადასვენა. Короче, ის 1200 ლარი რაც არის გადასახდელი ის მადლობა ჩვენ თანამშრომლებს ესეთ კარგად